სახელთა მამისათან და ძისათან და სულისა წმინდისათან. ჩვენ უკვე შევდექით საუბარს ადამიანის დაცემის შესახებ, რას გვაუწყებს ჩვენ წმინდა წერილი და განვიხილეთ, რომ ჯერ ხდება დაცემა გონების ადამიანში, შემდეგ გზნობების და შემდეგ უკვე მისი ნების. რადგანაც ადამიანი ერთმა შექმნა უცოდველი, მასში ამ გზით ხდება დაცემა, მაგრამ დღეს უკვე დაცემულ მდგომარეობაში ყოფი ადამიანის ნება გაუკმართებულია და უპირველეს ყოვლისა უნდა განიკურნოს ნება ადამიანისა. ამის შესახებ გახსოვთ მაცხოვრიანს, რომ სასופველი საკაუნი იძულების და ვინც აიძულებს თავს, ის მოიპოვებს მას. და ჩვენი ნების განკურნებისათვის სწორედ მოვიდა უფალი ქვეყანაზე. რომ აღძრეს ჩვენში მის მიმართ სიყვარული და სიყვარულმა ძალა მისცეს ნებას და იღვაწოს და აღზარდოს ჩვენში გზნობების და გონებაც განწმინდას. დაცემას მოყვა თავისი შედეგი, თავის დაყოფი გამოიღო დაცემამ. ერთი პირველი იყო ის, რომ როგორც ითქვა, განეხრეს თვალნი ორთანივე და აგძნეს ამ თუ შიშველ იყვნეს. და ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს განეხრეს თვალნი, ანუ გაეხილა თვალი, რომ აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ აქამდე ვერ ხედავდნენ, მოც სხვა თვალით ხედავდნენ, ეხლა სხვა თვალით ხედავენ. სულიერი თვალით ხედავდნენ, იმიტომ რომ ღვთის მადლით ნათელი 60-ით იყვნენ შემოსილნი, გონება მათი წმინდა იყო, გული ასევე და ხედვაც მათი განსხვავებული იყო. ეს იჭრედნენ არს სამყაროს იმ სიბრძეს, იმ სიყვარულს, რომელთაც შექმნა ღმერთმა ყოველივე კეთილად. და როდესაც დაირღვა ზნეობრივი კანონი და მოხდა დაპირისპირება უფალთან, უკვე ეს ნათელი 60 ტოვებს ადამიანს. და უფალი მის გარეშე არაფერი ხდება, უშვებს იმას, რომ აეხილოს ხორციელი თვალი. რადგან ადამიანს ყველაფერი აქვს მოცემული იმისათვის, რომ ამ სამყაროში მოქმედოს. და ერთ-ერთი პირველი არის ის, რომ ხედავს. თუ ვერ დაინახა, ვერ აღიქვა გარემო, მაშინ არც ეცოდინება რა უნდა აკეთოს, საით მიმართოს თავისი გზა. რადგან დაკარგეს ის ნათელი 60 და ეხლა უფალი უშვებს, რომ მათ აიხილოს ნებითი ხედვა. რომლითაც ისინი მიხვდებიან, თუ რა დაკარგეს თავისი მოქმედების შედეგად. რატო უშვებს უფალი ამას? რომ ეგებ შეინანო. ხშირად ხდება ჩვენ ცხოვრებაში, რომ ჩვენი ცოდვები იმხილება ვინმეს ან საქციელით, ან ვინმეს სიტყვებით. და ეს ჩვენ და გასაგონო და ჩვენ და სანახად ხდება, რომ ჩვენ დავინახოთ ჩვენი თავი. რომ სხვისი ცოდები ხშირად სარკეა ჩვენი მდგომარეობის. სამწუხაროდ ჩვენ სხვისკენ გვაქვს აშვერილი თითი, თუმცა ის როგორი ადამიანია. განვიკითხავთ ნათლად იმისა, რომ ვისწავლოთ. და უფალმა ამ შემთხვევაშიც რადგან ეს მისი დაშვებით ნებითი თვალი აეხილა ადამიანს და ევას და იხილეს, რომ შიშველნი არიან, ეგეთ მიხვდნენ, თუ რა რღვევა მოხდა მათში.
რა დაკარგეს მათ. აი ამ დანაკარგის განცდით გაჩნდეს მათში სინანული. მაგრამ ჩვენ ვხედავთ რას? და შეკერეს ფურცელი ლეღვისა და ქმნის თავთათვის და გარემოს არტყმანიო. ნაცვლად იმისა, რომ ინანონ თავისი მდგომარეობა და უფალს მიმართონ, ვიდრე უფალი მოვა მათთან, მათ დაფარეს ეს ცოდვა და უბადრუკი ქმედება არის, რომ ფოთლებით შემოიფარეს ეს სხეულის სისიშლე. ანუ პირველი ესეთი ცდელობა მათი მოქცევისა, თუმცა უფალი არ ჩანს, მაგრამ უფლის დაშვებით მათ ეს დაინახეს, მათ მიეცათ თავის სისხლის დანახვის საშუალება, მათ არ შეინანეს, არამედ დაფარეს. ეხლა უფალი მოდის მათთან. და ესმათ ხმაი უფლისა ღვთისა მავალის სამოთხეშინა მიმწუხრი და დაემალეს ადამსა და ცოლი მისი პირისგან უფლისა ღვთისა საშუალ ხესა სამოთხისასა. ესმათ ხმაი უფლისა ღვთისა მავალის სამოთხეშინა. აქამდე როდესაც უფალი მოდიოდა მათთან, არ ესმოდათ, მაგრამ ეს იყო მათთვის ბუნებრივი ურთიერთობა. ის როგორც ოჯახში ჩვენ ყოველ დილას და საღამოს ერთმანეთს ვხედავთ, არ გვიკვირს ეს. და თვითონ ეს ბუნებრივი ასეც უნდა იყოს. აი, როდესაც ამას დავაშავებ და უცებ მშობელი შემოვა, მაშინ ვხდებით და ვცდილობ დავმალოთ ეს, ხო? აი, ნახავთ, ესე ხდება, რომ უცებ იგრძნეს, რომ უფალი დადის. რადგან ის პირველი შეგონება ძალიან რბილი და ფრთხილი ვერ გაიგეს და ვერ გულისმახვეს. ეხლა უფალი მოდის მათთან. და ვერნა თქვენ მავალის სამოთხეშინა მიმწუხრი. აი, რატო ხდება ასეთ გამახვილებულ ყურადღება ამ დროზე, როდის მოვიდა, რა მნიშვნელობა აქვს? დილით იყო, დღისით იყო, საღამოს იყო, მაგრამ ალბათ ამას აქვს მნიშვნელობა. შემთხვევით ასეთი სიტყვა წერილში არ დაიწერება. მწუხრი ჟამი ცხელ ქვეყნებში არის დრო, როდესაც ნიავი დაუბერავს, აღელდება, ცოცხლდება ბუნება პაპანაკების შემდეგ. მწუხრი ჟამი წყალობის სიმბოლოა. ჩვენ ვხედავთ, რომ მწუხრი ჟამს ტრედმა ნოეს კიდობანში ზეთისხილის რტო მოიტანა განედლებული. და მწუხრი ჟამი იყო, როდესაც ორი მოციქული, მომავალში მოციქული, ანდრია და იოანე გაყვნენ მაცხოვარზე პირველად მოისმენს მისი სიტყვა. ჟამი იყო მეათეო, ნათქვამია. ანუ არაერთ გზის წერილი ამახვილის ყურადღებას, რომ ეს აი ამ დროს ხდება. რომ ეს არის ჟამი ღვთისწყალობისა და შეწყალებისა. აი მოდის უფალი ამ დროს, როდესაც დღის პაპანაკებისგან დაისვენ ადამიანმა და უფრო ხისლად არის. და გავიხსენოთ, რომ შემოქმედების დღეები იწყება იქნა მწუხრი, იქნა გამთიათი. ანუ ახალი ცხოვრება იწყება მწუხრიდან. და ადამის და ევას ადამი და ევა ახლა დგანან სწორედ ამ ზღვარზე. ახალი ცხოვრების დაწყების დაცემის შემდეგ. მაგრამ რა ნაბიჯს გადადგამენ? ანუ შეისმენენ უფლის შეგონებას თუ ისევ დაემალებიან მას. და ჩვენ ხედავთ რას, რომ ჯერ დაემალნენ, რომ ფოთლებით ლეღვისა გაიკეთეს და დაფარეს თავის სისხლი. ეხლა დაემალნეს ადამიანთა ცოლი მისი პირისგან უფლისა ღვთისა. საშუალ ხესა სამოთხისასაო. ღვთისაგან განდგომა და ცოდვით დაცემა იწვევს ადამიანს წმენის განელებას.
დასუსტებას რწმენისა. ეს გამოიხატა იმაში, რომ თუ აქამდე ადამიანს და ევმა იცოდნენ, რომ უფალი ღმერთია შემოქმედი და მან ყოველი იცის და ყოველს განაგებს, ეხლა როგორ უგუნურებამდე მიიყვანა ისინი ურწმუნოებამ, რომ გონიათ, რომ შეიძლება დაემალო უფალს. ჯერ სისისვლის დაფარვა მოინდომეს და თითქოს უკვე აღარ აწუხდებთ ეს სისისვლე და გონიათ, რომ ამით დამთავრდა ყველაფერი, არ შეიმოსენ. მაგრამ ახალი სამოსელი ის იყო მამხილებელი მათი მდგომარეობისა. ეხლა ფიქრობენ, რომ დაემალებიან უფალს. სად? 64 შუაგულში, აი ამ ხის ფოთლებში. ხის ფოთლებში, რომელზეც უთხრა, რომ ნუ შეეხებითო? ნუ შეჭამთ ნაყოფსო. ანუ ეს ნიშნავს, რომ ისინი ნაბიჯს დგავენ უფრო მეტი დაცემისაკენ. და ეს უკვე შეუქცევადი პროცესი იწყება. და რადგან უფლის მოახლოების ხმამ არ გამოიღო და ნაყოფი სინანულისა, ეხლა უფალი სიტყვით მიმართავს. აი ხედავთ, პირველი საფეხურები მინიშნება, მეორე არის უკვე ესეთი გარკვეული ნიშნის მიცემა, რომ მე ახლოსა ვარ, მოვდივარ. ახლა მესამე ნიშანი ეძლევა კიდევ. და უწოდა უფალმა ღმერთმა ადამს და რქვა მას, ადამ, სადა ხარ? ცხადი ეს კითხვა სადა ხარ არ გულისხმობს იმას, რომ უფალმა არ იცის სად არის ადამი. და ყველა ხვდებით, რას უნდა ნიშნავდეს, რომ სად იყავი და სადა ხარ. ნათელი 60-ით იყავ შემოსილი და ეხლა ფოთლებით უკან მემალები და სისისვლეს მალავ, ესე იგი სისისვლეს დაინახე, დაკარგე 60 ნათელი და სინანულის ნაცვლად თავის მართლებას ეძებ და გინდა შენ შემოქმედს დაემალო და გონია, რომ ვერ დაგინახავს. ანუ ეს კითხვა, სადა ხარ ადამი, ნიშნავს რა მდგომარეობაში ხარ, სადამდე დაეცი უკვე, სად წახვედი ჩემგან. ეს არის კითხვა მიმართული ადამიანისკენ, რომ ადამი დაფიქრდეს, სად არის თვითონ ადამი და არა ის, რომ უფალმა არ იცის ადამი სად არის. და ადამიანს პასუხობს, მან თქვა, ხმისა შენისა მესო მავალთა შორის ამოთხესა, შენ თუ შიშველ ვარ და დავიმალე. კიდევ ერთი ნაბიჯი დაცემისაკენ. ადამი ამბობს, რომ შენი ხმა ესე გავიგონე, შენი ხმა, მაგრამ რა გავაკეთე? გავიხსენე შენი მცნება, რომ არ ჭამო? მზადავ, რომ ვაღიარო, დავარღვე მცნება და შევჭამე? ანუ გაქვს შენ დანაშაულწნობა შემოქმედის წინაშე? გაქვს შენ სურვილი გამოასწავლო შენი მდგომარეობა, შეინანო და შენდობა მიიღო? თუ სადა ხარ, რას აკეთებ? და ადამი ამბობს, რომ დავიმალე, თუ შიშველი ვარ. ეს მეტყველებს თვითონ ადამიანის დასულ მდგომარეობაში ხედვაზე და აზროვნებაზე. ადამი თავისას გამოხატავს, რომ ის აღწერს მდგომარეობას და ვერ აცნობიერებს მას. ანუ მან დაკარგა ჭვრეტის უნარი და თავის თავსაც კი ვეღარ იმესებს ამ მდგომარეობაშია. მარტო გარეგნულს ხედავს და გარეგნულ აღწერით მაყოფილდება და აი ამ აღწერს თავის ესე ახლანდელ მდგომარეობას, რომ შიშველი ვარ და ამალეო. თითქოს ღვთის წინაშე ყველა შიშველი არ არის. თითქოს უფალმა არ იცის თავისი ქმნილება, ვიდრე შექმნიდა მას. რადგან გახსოვთ ნათქვამია, თქვა ღმერთმა იქმნეს და იქმნა.
ეს ამბობს რომ იქმნეს ჯერ ხო არ არის და უფალო მაშინ უკვე იცის რა იქნება ის და მე იქმნა და აი ამას უფალს ჩვენ ვეუბნებით რომ შემცხვა და შიშველი რომ დავიმალეთ. იგი უფლისა კი არ შეგცხვა. უფლისა რომ ცხენოდეს ალბათ ცოდვას არ ჩავიდენდით. ან ცოდვის ჩადენის დროს ჩვენ უფალი გვავიწყდება. და მე გცხენია უფლის კი არა, ხილების რომ ჩვენი ეს ტრაქციელი ყველასათვის ცხადი გახდება, განცხადება ყველას წინაშე. ანუ ჩვენ თავმოყარებაზე პატივმოყარებას უფრთხილდებით ჩვენ და არა სხვა რამეს. აი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ადამი და ეს საკმაოდ მედი მოცულობის საკითხია და ჩვენ ალბათ ერთ ჩვენ საუბარში ვერ ჩავეტევი და შემდეგ კიდე გავაგრძელებთ.